გამარჯობათ. დღევანდელ თემას ქვია სქესის შეცვლა. ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად და მსგავსად და ამ ხატებისა და მსგავსების აუცილებელი პირობაა თავისუფლება. ადამიანს მიეცა თავისუფალი ნება, არ არის დაპროგრამებული როგორც ცხოველი, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურ თავისუფლებას. აბსოლუტური თავისუფლება აქ იმას ვისაც აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. ადამიანი შეზღუდულია ამ არჩევანში და შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ერთი არჩევანი, ან სიკეთესა და ან ბოროტებას შორის. ერთ-ერთი რამ, რასაც ადამიანი ვერასოდეს შეძლებს, ეს არის სქესის შეცვლა. წმინდათა ცხოვრებებში ვკითხულობთ, როდესაც უფალი წაიყვანდა ხოლმე რომელიმე წმინდანს სასუფეველის დასათვალიერებლად. ეს ადამიანები სული თავის თავს არ აღიქვავდა რაღაც უფორმო არსებად. აქ რო კაცი იყო წმინდანი, იქაც კაცი იყო ხოლმე. აქ ვინც ქალი იყო, იქაც თავის თავს ქალად აღიქვავდა. იგივე ყვებიან თანამედროვე გარდაცვლილები. ვინც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, რომ აქ კაცი, იქაც კაცი იყო, აქ ქალი, იქაც ქალი იყო. რაც არ უნდა შეცვალოს ადამიანმა თავისი სხეულის გარეგნობა, ფორმა, ეს არ ნიშნავს, რომ შეძლებს შეცვალოს თავისი შინაგანი ადამიანი. სქესი არ იცვლება და ჩვენ ვიცით, რომ საყოველთაო აღდგომის შემდეგ, როდესაც მოხდება ადამიდან მოყოლებული ბოლო ადამიანის ჩათვლით გარდაცვლილების კუდრეთით აღდგომა, ვინც ამ ცხოვრებაში კაცი იყო, მერეც კაცი იქნება, ვინც ამ ცხოვრებაში ქალი იყო, იქაც ქალი იქნება. საყოველთაო აღდგომის შემდეგ სხეულები მიიღებენ იმ ფორმას, რომელიც ღვთისგან იყო ჩაფიქრებული და არა იმას, როგორც თვითონ გადაიკეთეს, გადმოიკეთეს და ასე შემდეგ. ღვთის საჩუქარი გაუფრთხილდეთ, დიდი საქმეა მამობა, დიდი საქმეა დედობა, ღმერთზე ჭკვიანები ნუ ვიქნებით. ვიცოდეთ სიმართლე, ეშმაკი არის სიცრუის მამა. ნებისმიერი ცრუ აზრი, რომელიც აღწევს გონებაში, ეს არის როგორც ვირუსი კომპიუტერში. ამიტომ ამას ემსახურება ეს ქადაგებები, რომ ადამიანების გონება შესაბამისობაში მოვიდეს ღვთის ჯულთან, რეალობასთან და ამით მივიღებთ ბედნიერ ცხოვრებას ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ღმერთმა გაგახაროთ.